ალო ბატონო გიორგი გამარჯობა. Რაღაც საქმე მაქვს თქვენთან და გცალიათ რომ დაგელაპარაკოთ. მცხეთაში ხართ და საჭესთანზე ხართ. კარგი, მაშინ აწუში დაგირეკავთ. აწუში სად იქნებით? რუსთავში? კარგი, მაშინ ოწუში. ბატონო? ოწუში გორში იქნებით? არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ თქვენზე რაღაც სიუჟეტია და კომენტარი მინდოდა და არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი ასაჯაროვებს დოკუმენტაციას, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გიორგი ტყემალაძეს დაახლოებით 4 თვეში გახარჯული აქვს 4 ტონამდე საწვავი. ჩვენ მოვახერხეთ დეპუტატის კუთვნილი ავტომობილის გადაღება და ჩავწერეთ მისი მძღოლი. 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 4 ტონამდე საწვავი დაწვა ამ ავტომობილს. 4 ტონას როგორ დაწვავს, გოგო? მიფიქრე დღეში რამდენი უნდა იარო, თელი დღე დგას. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყოველდღიურად ეს ადამიანი ფარავდა 200 კილომეტრს, რაც ფაქტობრივად არის არანორმალური და აჩვენს კონკრეტულ ეჭვს. ეს ადამიანი ან იპარავდა, ან მეორე, რომ ტაქსაობს. კარგი რა ბატონო გიორგი რა, როგორ იქცევით კაც? იქით საკუთარი მძღოლი გადარიეთ, აქეთ ჟურნალისტებს აურიეთ თავგზა და მათემატიკა და პატრული რა დღეში იქნება, საერთოდ წარმომიდგენთ ეგაც. ისე ხა ჩვენს პრინციპში რას გადავეკიდეთ ამ ადამიანს? იქნებ ავტომრბოლელია სულით და ბედის უკუღმართობის გამო საკრებულოში მოხვდა. არიცით ჩვენთან როგორ ხდება? ხარ შენთვის მსახიობობ, ყოფილ სპორტსმენობ, ან სულაც უსაქმურობ, მაგრამ ვინ გაჩერებს კაცო? დაგავლებს ეს ბედი ხელს და გადაგიწვდეს სადღაც დასაკარგავში, საკრებულოში ან უარესი კაცო პარლამენტში. და რა უნდა ქნა ახლა ამ დროს? იძულებული ხდები საკრებულოში და პარლამენტში იმ მსახიობო, ის სპორტსმენო, იუსაქმურო. მე გაგიჭირებენ საქმეს ახლა ბევრ ბენზინს ხარჯავ, აქვს საშუალება და ხარჯავს. რა გინდათ, რა თქვენსაც ხარჯავს? ხო, მაშინ რა გამეთქმის, კაცო, ხლა ავდგები და სახში წავალ. ერთ წუთით ის საკრებულოში გადავრეკვერტი იქნება იაფად გამიყვანოს ვინმე.